ნუტრიციოლოგის განმოსახედიდან საახალწლო მენიუ ქართული ტრადიციული ჩვენი სამზარეულოდან მაინც იმისათვის რომ არ გადავიტვირთოთ ხვალდაზე გვიყოთ უფრო მსუბუქად და ვიყოთ უფრო გონივრულად საკვების მიმართ განწყობილები რა რჩევებს მივცემთ ჩვენ მსმენელს რომ მეორე მესამე დღეს ეს უკვე ძალიან სახიფათო პროდუქტად იქცევა საერთოდაც ჯობია რომ სუფრაზე დაწყობილი პროდუქტები ახალი წლის რომელიც რამდენიმე საათი გრძელდება მე აღარ მოხდეს მათ სივარში დიდ კერძებთან ერთად და განმეორებით აღარ გამოვიდეს იმიტომ რომ მიკრობული გამრავლება ძალიან ინტენსიურად მიდის სუფრის პირობებში არა მარტო სითბოს გამო არამედ როცა ჩვენ საუბრობთ ციგარეტს ეწევიან და რაღაცა ვეხებით და იქ მიკრობები მაინც ხდება თუნდაც ნერწვის წვეთებით და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე საახალწლო სუფრაზე გაწყვა დიდ რესტორნებში ამიტომაა არასოდეს კერძები არ ბრუნდება სუფრაზე მოხვედრილი ყოველთვის ნადგურდება ხო მართალია მოუწოდებდი რომ არ გააკეთონ იმიტომ რომ ახალი წლის მერე აი გასტროენტეროლოგიურ კლინიკებში და განსაკუთრებით პედიატრებმა იციან ძალიან მაღალია მოწამლების ეს ხალხი ესე უწოდებს და ამ სიტყვას ესე გამოვიყვე კვებითი ინტოქსიკაციების რისკი ყველაზე არა ნუტრიციოლოგიური ფრაზით მინდა დავამთავრო მაშინ პირველი რომ საკვები კარგად შეგვერგოს და ჯანმრთელად ვიყოთ. ალბათ არის მაინც ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა. ცოტა მეტი უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ნაკლებს ნერვიულობდეთ და ნაკლები ვანერვიულობთ ერთმანეთი. სიმშვიდე, სიწყნარე და ჰარმონია ეს არაჩვეულებრივი სიტყვა. უდიდეს რამეს განაპირობებს. ერთი და იგივე პროდუქტი შეიძლება შხამივით შეჭამოს ადამიანმა და ეს ექსპერიმენტები არსებობს, ოდესაც ფსიქოლოგიაში ადამიანს აწვდიდნენ ჯანსაღ საკვებს და ეუბნებოდა რომ შენ გწამლავ და ის ამას აბსოლუტურად როგორც საწამლავს იღებდა.